სივრცე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების, იდეებისა და კავშირების გასაზიარებლად. Benefit Talks-მა კიდევ ერთხელ გააერთიანა სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები, მმართველი პარტნიორები და ტოპ მენეჯერები. ამასთან საღამოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი Benefit Magazine-ის 2026 წლის გაზაფხულის ნომრის პრეზენტაცია იყო. Arthouse-ში პუბლიკაში გაიმართა რიგით მესამე Benefit Talks-ი. Benefit Talks-ი ეს არის ღონისძიება, სადაც კომპანიები საუბრობენ იმ სარგებელზე, რა სარგებელსაც აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ამ იდეის ბუნებრივი გაგრძელება Benefit Magazine-ის მე-6 გამოცემა. ჟურნალში თქვენ გაიცნობით უახლეს ისტორიებს, წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროექტებს, კომპანიებს, ადამიანებს, ინდივიდებს, რომლებიც ქმნიან დღევანდელ თანამედროვე ბიზნეს გარემოს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სექტორის განვითარებაში. დიდი მადლობა თითოეულ კომპანიას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმ იდეის გაზიარებისთვის, რა იდეისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით. პლატფორმა აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეკრებას, ბიზნეს თემების განხილვას და განსხვავებული ხედვების ადამიანების დაკავშირებას, რაც Benefit Talks-ის მთავარი იდეაა. სწორედ ამიტომ ამჯერადაც ღონისძიება დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. მოწვეულმა სპიკერებმა კი სტუმრებს საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. საპატიო მისია იყო Benefit Talks-ზე წარდგომა დიდი აუდიტორიის წინ, სადაც მე ვისაუბრე იმერსიულ თხრობაზე და როგორ შეუძლია კომპანიებს იმერსიული თხრობა გამოიყენონ თავის მარკეტინგულ ღონისძიებებში. მოვუყევი მაგალითები და ზოგადად ესეთი ღონისძიებები ძალიან საინტერესოა და სასარგებლოა, იმიტომ რომ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს გვაკავშირებს ერთმანეთთან, ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას, გამოცდილებას და ახალ კონტაქტებს ვიძენთ, რაც ბიზნეს სამყაროში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომპანია Groe დაარსდა 1936 წელს, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეგეთი ღონისძიებები, როგორც ჩატარდა Benefit Magazine-ის საშუალებით, გვაძლევს იმის საშუალებას, მაგალითად, რომ გავიცნოთ ჩვენთვის სასურველი სეგმენტი, ჩვენთვის სასურველი არქიტექტორები, დეველოპერები და დიზაინერები და დავამყაროთ მაგათთან კავშირი, მჭიდროდ ვიურთიერთოთ. პარტნიორი კომპანიების ჩართულობით საღამო გათამაშებით დასრულდა. ორგანიზატორების თქმით, Benefit Talks-ის წინა ღონისძიებებმა ბიზნეს სექტორის განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიწვია. ამიტომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.